გამარჯობათ. ვატყობ ზედმეტად დაშინდნენ ბიომეურნეები მიკრობიოლოგიის სწავლის აუცილებლობით. მაგრამ ეხლა მინდა ცოტათი დაგამშვიდოთ. სასოფლო მეურნეო მიკრობიოლოგია არის ძალიან დიდი დარგი და მისი უზარმაზარი სახელმძღვანელოს მთლიანად შესწავლა აუცილებელი სულაც არ არის. იმისათვის რომ ბიოპრეპარატები დავამზადოთ. უფრო მეტიც, მართალია უფასოდ შეიძლება ამ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს შემოტვირთვა, მაგრამ მისი წაკითხვა არანაირ პრაქტიკულ უნარჩვევებს არ შეგძენთ. უფრო მეტიც არაფერში არ გჭირდებათ. თქვენთვის საჭიროა პრაქტიკულად შეძლოთ 3 სასარგებლო მიკროსკოპული სოკოს. ეს არის ტრიქოდერმა, ბოვერიზია, მეტარიზიუმის კულტურის გამოყოფა და გამრავლება და მათი დიფერენცირება, ანუ გარჩევა კიდევ 3 არასაჭირო სოკოსაგან. ესენია პენიცილიუმი, მუკორი და ასპერგილუსი. ანუ უნდა გავამარავლოთ სასარგებლო სოკოები ისე, რომ არ გაგვიმრავლდნენ არასაჭიროები. ამისათვის სულაც არ არის საჭირო მიკრობიოლოგიის სახელმძღვანელოს ვურტყათ თავი. ცუდი არაფერია თუ მიკრობიოლოგიის სახელმძღვანელოს ვინმე წაიკითხავს, მაგრამ ფერმერისათვის სავალდებულო სულაც არ არის. ეს დაახლოებით იგივეა მათემატიკის საუნივერსიტეტო კურსის მაგიერ მათემატიკა იმდენი ვისწავლოთ, რომ კვადრატული განტოლება მოხსნათ უშეცდომოდ. ადამიანების 90% დღეს კვადრატული განტოლების ამოხსნას ვერ მოახერხებს. ამიტომ ძნელი საქმე გქვია, მაგრამ შეუძლებელი ხომ არ არის საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანისათვის, თუ მოინდომა და მათემატიკის სასწავლო კურსი გაიხსენა. ეხლა ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალებით სწავლას ართულებს ერთი მომენტი. ფერთა გადაცემა არასოდეს არ არის ზუსტი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ პრაქტიკას. მწვანე კოლონია შეიძლება იყოს ტრიქოდერმაც, მეტარიზიუმიც, ასპერგილიც და პენიცილიც. ერთადერთი ბოვერია ქათქათა თეთრი თოვლივით. თუმცა გართულებული არასოდეს არ ნიშნავს შეუძლებელს. რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ მიზანს მიაღწევთ და შემდეგ პრობლემა აღარ გექნებათ. თან საკუთარი გამოცდილება განსაკუთრებით ძვირფასია. ანუ მხოლოდ ინტერნეტითაც სწავლა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. და თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტთ იმოქმედოთ, რაღაცნაირად უნდა მზად იყოთ იმისათვის, რომ პირველი პრეპარატები შეიძლება არ გამოგივიდეთ. პრაქტიკოსი მიკრობიოლოგის ან ბიოლოგის, რომელსაც საქმე ჰქონია ამ მიკროორგანიზმებთან, დახმარება უმნიშვნელოვნად დააჩქარებს თქვენ სწავლას და წარმატების მიღწევას. ხლა მიკროსკოპი რომ გქონდეთ, სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი არანაირად. კოლონიების გამოცნობა უნდა ისწავლოთ და მისი თვისებებით, ესე იგი, დადგენა იმისა, რასთან აგვაქვს საქმე. თორე აბა კარტოფილი დექსტროზის აგარის მომზადება, სუპის მომზადებაზე უფრო იოლი გახლავთ. აბსოლუტური სიზუსტით დადგენა რა გაიზარდა თქვენ საკვებარაზე შეიძლება მხოლოდ დნმ დიაგნოსტიკით, ანუ იგივე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით. ამას ახლის პირობებში ვერ გააკეთებთ. ის კი არა, თბილისში არც კი ვიცი PCR ლაბორატორია ამ მიკროორგანიზმების დიაგნოსტირებით რომ იყოს დაკავებული. თქვენ წარმოიდგინეთ, თავისუფალი უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფს, რომლებიც ტრიქოდერმის ველური შტამების კულტივირებით არის დაკავებული, სახეობის დადგენის მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალება არ აქვს. მაგრამ ვიმეორებ, ეს ფერმერისათვის არც არის საჭირო. ასე რომ, საქმე არ გვაქვს გადაულახავ და რთულ ამოცანასთან და ვთქვათ, მაქსიმუმ, ყველაზე მაქსიმუმ 5-6 თვის ვადაში სრულიად დამოუკიდებლად შესაძლებელია, რომ ეს საქმე ააწყოთ მონდომების შემთხვევაში. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.